თვითგამოხატვა სტიქიების მიხედვით, როდესაც ასცენდენტი არის წყლის სტიქიაში, ან სტელიუმი არის წყლის სტიქიაში, რუკაში, ან დომინანტი ნიშანია წყლის რომელიმე სტიქია. ესეთი ადამიანების სიარულის მანერა არის შედარებით უფრო რბილი, ხანდახან ეს თეძოების მოძრაობით და დიან ხელის ჩამორთმევა არის იგივენაირად შედარებით უფრო რბილი, კომუნიკაციაში ესეთი ადამიანი უფრო დაბალი ხმა აქვს და შედარებით რბილი კომუნიკაცია ახასიათებს. სიარულის დროს ხელები და ფეხები ისევ კოორდინირებული არ არის, შენელებულია, თითქოს ხელები უფრო ნელა მოძრაობენ და ფეხები უფრო სწრაფად, ხშირად. კომუნიკაციის დროს, როდესაც ესაუბრები ეს ადამიანს არ გისმენს, ან ფიქრებში მიდის თითქოს, ჯერ გისმენ, ძალიან კონცენტრაციის უნარი შედარებით ნაკლები. ხშირად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და როდესაც ზის კონკრეტულ ერთ ადგილზე, წელში მოხრილი ზის, წყლის სტიქიის წარმომადგენელი და ხშირ შემთხვევაში ესე თავის გადახრა ახასიათებს ხოლმე და ხელზე ესე, ან ესე ხელს ეყრდნობა თავით და წელში მოხრილი ზის. პირდაპირ პასუხებს წყლის სტიქიის წარმომადგენელიც იგივენაირად ერიდება და თვითონ ჩაცმის სტილს რაც შეეხება, მოსწონთ ძალიან დიდი ზომის ტანსაცმელი, უფრო შედარებით უფრო თავისუფალი, პრაქტიკული და რომელიც არ გამოკვეთს ესე ვთქვათ ფორმებს. ახლა რაც შეეხება მიწის სტიქიას. მიწის სტიქიის წარმომადგენლები უფრო ნელები არიან შედარებით, შესაბამისად სიარულის მანერა უფრო ნელია, რეაქცია შედარებით შენელებულია, ხელის ჩამორთმევა იციან მძიმე, აი ესეთი მყარი ხელის ჩამორთმევა. თვითონ საუბრის დროს მაინც და მაინც ემოციები არ ეტყობათ, არ რეაგირებენ დიდად კომუნიკაციის პროცესში, როდესაც დგანან პარტნიორთან ან ვისაც ესაუბრებიან დგანან ახლოს, მჭიდროდ იციან, ანუ უფრო ახლოს დგომა. ხმა აქვთ უფრო შედარებით დაბალი, მაგრამ ცოტა ბრძანებლური, ანუ ჩუმად რო ამბობს და მაინც ყველას ესმის. ყველა რო უსმენს, აი ესეთი მომენტი აქვთ. ჩაცმის სტილს რაც შეეხება, მოსწონთ უფრო კლასიკური ჩაცმა, ესეთ ადამიანებს უფრო პრაქტიკული და იგივენაირად სტილი უნდა იყოს მაქსიმალურად ესეთი მინიმალისტური, ესე ვთქვათ. როდესაც ზის ესეთი ადამიანი ეძებს საყრდენს ხელებით და ფეხებით, ანუ როდესაც დაჯდება, სჭირდება რომ ფეხები მყარად იყოს მიწაზე და ხელებით უნდა რაიმეს დაიყრდნოს, რაიმეზე, ანუ ხელი და ფეხი ესე მყარად უნდა იყოს რაიმეზე ფიქსირებული. როდესაც ესეთი ადამიანი არის ანუ ასცენდენტით მიწის სტიქია, ან დომინანტი მიწის სტიქია, სტელიუმი მიწის სტიქიაში, ნებისმიერ ნიშანში.